თარგმანს უზრუნველყოფს სათარჯიმნო კომპანია NG Georgia. დუბაიდან საქართველომდე მოსული კარგი ბიზნეს ამბებით, რომელიც დანკინს საქართველოს მორიგ აღიარებას ეხება. საქმე კი ის გახლავთ, რომ 2025 წლის Inspire Brands-ის რეგიონალურ კონფერენციაზე, რომელიც დუბაიში გაიმართა, დანკინს საქართველოს ევროპის მასშტაბით წლის ფრენჩაიზინგად დასახელდა. ეს პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა დანკინს საქართველოს ოპერაციული წარმატების ორნიშნე ზრდისა და სწრაფი კვების ინდუსტრიაში, ინოვაციური წვლილისთვის, როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში. რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ჯილდოს მინიჭება და რა გზა გაიარა დანკინს საქართველოს მორიგ აღიარებამდე. სტუმრებთან ერთად უნდა ვისაუბროთ ამ მორიგ თემაზე. საქმიანდილას კი სტუმრობენ გივი გვეტაძე, ვენდის, დანკინისა და საბვეის აღმასრულებელი დირექტორი და ჩვენთან ერთად არის ჯორჯ ტომასი, ვენდის, დანკინისა და საბვეის სტრატეგიული მრჩეველი საქართველოში. მოგესალმებით. მადლობა მოგზაურობისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა. მივესალმები ჯორჯი ტომას, რომელიც პირველად არის ჩვენთან და იმედია ხშირად იქნება ამ და სხვა მიზეზებით. მე გარანტიას გაძლევთ ხშირად. I can guarantee. დახან გივი გარანტიას გაძლევს ჯორჯი, ესე იგი ესეც იქნება. გილოცავთ პირველ რიგში მოდი მოლოცვით დავიწყოთ დანკინს საქართველოს მორიგი აღიარება ევროპის მასშტაბით როგორც ფრენჩაიზინგის ერთ-ერთი წარმატებული კომპანია რაც დიდ მიღწევას წარმოადგენს როგორც ბრენდისთვის თუმცა გივი რას ნიშნავს ეს ჯილდო როგორც პირადად თქვენთვის რომლებიც გუნდისთვის რომლებიც ძალიან ბევრი იმუშავეთ იმისთვის რომ აი ამ ჯილდოსთვის მიგეღწიათ და შემდეგ უკვე ზოგადად ვისწოლის ჯგუფისთვის მადლობა მოლოცვისთვის ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანი არის პირადად ჩემთვის და განსაკუთრებით კომპანიისთვის იმიტომ რომ ეს ასახავს ყველა ჩვენი თანამშრომლის თავდაუზოგავ შრომას ჩვენს ორიენტაციას და მთავარ აქცენტს ხარისხზე მომხმარებლის კმაყოფილებაზე საუკეთესო პროდუქცია და ეს არის დიდი აღიარება ჩვენი ბრენდისთვის ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ არა მარტო საქართველოში ვართ ყავის ინდუსტრიაში ლიდერები და წამყვანი კომპანია, არამედ ჩვენი წარმატება შეფასებული არის საერთაშორისო ბრენდის მიერ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დაგვასახელეს წლის საუკეთესო ფრანჩაიზორად ევროპის მასშტაბით. ევროპაში არის 11 ქვეყანა, სადაც არის 350 რესტორანზე 350 დანკინზე მეტი რესტორანი და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ საქართველოს გაიმარჯვა ამ ნომინაციაში და ჩვენ დაგვასახელეს ევროპის მასშტაბით საუკეთესო ფრანჩაიზორად. საერთაშორისო პერსპექტივიდან ჯორჯი თქვენთან ეს კითხვა ამ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია ეს აღიარება საქართველოსთვის და ზოგადად QSR სექტორისთვის ამ შემთხვევაში გულისხმობ სწრაფი მომსახურების რესტორნების ინდუსტრიისთვის რას ნიშნავს ის და რა ტიპის აღიარებაა ამ შემთხვევაში ქვეყნის ჭრილში ვკითხულობ Yeah, okay. No, first of all, I agree. პირველ რიგში ვეთანხმები სრულიად გივის ეს ნამდვილად არის გუნდური ძალისხმევა და ძალიან დიდი მიღწევა. საერთაშორისო პერსპექტივიდან, როდესაც ამ მიღწევას უყურებ, ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მცირე ზომის ქვეყანა, როგორც არის საქართველოს ამ დიდ ლიგაში გადადის და ამტკიცებს, რომ ბევრად უკეთესია ვიდრე არაერთი მსხვილი ევროპული ქვეყანა და ამ შემთხვევაში საქართველოს ტემპს თავად აწესებს, არა უბრალოდ მიყვება ამ ტემპს, არამედ თვითონ აწესებს. ამიტომ ფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი არსებითი პოზიტიური გავლენა ასპექტი ამ აღიარებისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს დაეხმარება საქართველოს მოიზიდოს ტალანტები, უნარები, რაც ამ ინდუსტრიისთვის არის არსებითად მნიშვნელოვანი და მარტივი არ არის ამ სფეროში ახალი ტალანტების მოზიდვა და ასეთი აღიარება ნამდვილად დაეხმარება ამ სფეროს, არა მხოლოდ QSR ინდუსტრიას, არამედ ზოგადად ბიზნეს თემს და საზოგადოებას, ამიტომ ამ აღიარების მიღწევა კიდევ ერთხელ არის ინდუსტრიის ხერხემალი, რათა უფრო ფართო მასშტაბით იფიქროს და გააძლიეროს წარმატება. გივი, ბოლო მონაცემებით დანკინს საქართველოს სწრაფკვების ინდუსტრიის გაყიდვების მიმართულებით აქვს ზრდა. დაახლოებით აი ბოლო მონაცემებით რაც გადმოგიგზავნა დანკინის გუნდმა არის დაახლოებით 25%-იანი ზრდა. რაც მათ შორის განპირობებული არის იმ ბოლო წარმატებითაც, რაც გულისხმობს, რომ დანკინს საქართველოს უკვე დანერგა დანკინ drive-thru. აი ეს მიმართულება როგორ მუშაობს? ეს ვუთხრათ ჩვენს მაყურებლებს, რამდენად წარმატებული არის ეს ნაბიჯი და ბოლო წარმატებებზეც, რაც დანკინმა საქართველოში დანერგა. ჩვენ ყოველთვის გამოვირჩევით ინოვაციური მიდგომებით ბიზნესისადმი.
ჩვენ საქართველოში ვართ ყავის ინდუსტრიის უპირობო ლიდერები. ყოველ დღე 10,000-ზე მეტი ყავის მომხმარებელი სტუმრობს დანკინის რესტორანებს. გვაქვს 75 რესტორანი საქართველოს მასშტაბით. ასევე ჩვენ, ესე იგი, გავხსენით დანკინის drive-thru რესტორანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია ძალიან კომფორტულად და ასე ვთქვათ, მარტივად შეიძინოს ჩვენი ყავა. დანკინის drive-thru რესტორანი საკმაოდ იშვიათობა არის. ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში არ აქვს ესეთი რესტორნები და ჩვენ საქართველოში წელს გავხსენით დანკინის პირველი drive-thru რესტორანი. გარდა ამისა, მუდმივად ვაკეთებთ ჩვენ აქცენტს ტექნოლოგიებზე, მაგალითად, ახლახანს ჩვენ ჩაუშვით ჩვენი მობილური აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს ჩვენს სამ ლეგენდარულ ბრენდს, ეს არის დანკინი, ვენდისი და საბვეი. და ამ აპლიკაციაში არის ძალიან ბევრი ფუნქციონალი, ეს არის ლოიალობა, ქულების დაგროვება და ყველაზე მნიშვნელოვანი არის უდიდესი კომფორტი, რასაც მომხმარებელი იღებს ამ აპლიკაციით, იმიტომ რომ შეგიძლია შენთვის სასურველ ლოკაციაზე შეუკვეთო შენთვის სასურველი პროდუქტი ნებისმიერი სამი ბრენდიდან, მიუთითო კონკრეტული დრო, როდის გნებავს ამ შეკვეთის მიღება და ზუსტად იმ დროს მიბრძანდება რესტორანში მომხმარებელი და გამზადებულ შეკვეთას რესტორანი დაახვედრებს და შემდგომ გააგრძელებს უკვე თავის გზას და საქმიანობას სანამ დანკინის რესტორანში ან ვენის რესტორანში შემოვიდოდა. გარდა ამისა, ჩვენ მუდმივად ნერგავთ სიახლეებს, თითქმის ყველა დანკინის რესტორანში, ისევე როგორც საბოიში და ვენდიში, გვაქვს თვითმომსახურების ტერმინალები, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი პროდუქტი შეუკვეთოს და ეს ამარტივებს საოპერაციო პროცედურებს, არ უწევს მომხმარებელს რიგში ჩადგომა და ძალიან დიდი კომფორტი არის მისთვის. ჯორჯი ტომასთან ვინასწრებ შემდეგი კითხვით, გათვალისწინებით იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება არის შემოტანილი საქართველოში ამ ბრენდების პრეზენსით. ჩემი კითხვა შემდეგია, რა ხდის ქართული სწრაფი კვების ინდუსტრიას, ანუ QSR ინდუსტრიას უნიკალურს და რა გამოარჩევს ამ შემთხვევაში ქართულ დანკინს და ამ ბრენდს, რომელიც უკვე Inspire Brands-ის გლობალურ ოჯახში ჩაეწერა. Yeah, okay. So interesting question. კი ბატონო, ნამდვილად საინტერესო კითხვაა და ორი ნაწილი აქვს ამ კითხვას ვიტყოდი. პირველი ნაწილი არის იმასთან მიმართებით, თუ საქართველო როგორც ამ ინდუსტრიის წარმომადგენელი, როგორ არის უნიკალური და უნიკალურია, რადგან ეს არის თითქმის სრულად გაციფრულებული, როგორც აქამდეც აღინიშნა, უკონტაქტო გადახდა, კიოსკები, მიწოდების სერვისები, აპლიკაციები და ასე შემდეგ. ეს არის მომავალი, ფიქრობ და ამიტომ საქართველო ამ ყველაფრის ნაწილია, რაც შესანიშნავია. ჩემი გამოცდილებით საქართველო განსაკუთრებულად სენსიტიურია ფასის მიმართ და საშუალო მომხმარებელი უფრო სენსიტიურია ფასის მიმართ ვიდრე ევროპული მომხმარებელი, ამას ვიტყოდი. ამიტომ დრო სჭირდება ამ სექტორს, რომ ძალიან ზუსტი იყოს, როდესაც სტრატეგია შეიმუშავებს ფასთან მიმართულებით, ზოგჯერ იმისთვის, რომ უბრალოდ გადარჩეს, ან პირიქით გაიზარდოს. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან კარგი ბაზა ჯენზი მიმართულებით, რომელიც არის მომხმარებელი ძირითადი ამ შემთხვევაში, რაც ახალ პერსპექტივას გვიქმნის იმის თვალსაზრისით, თუ ბიზნესი როგორ უნდა იყოს წარმატებული. ეს არის საქართველოს ნაწილში, ისე თქვა შემიძლია. ჩემი გადმოსახედიდან დანკინ საქართველოს მიმართულებით ვიტყოდი, რომ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის განსათვალისწინებელი. ერთი არის ის, რომ ეს არის ნიშნულად შეღწეული ბაზარზე მაღაზიების განვითარების და რაოდენობის თვალსაზრისით 75 მაღაზია 3.6 მილიონი მოსახლეობისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია და მხოლოდ თბილისზე თუ ვისაუბრებთ 1.3 მილიონი მოსახლეობა 55 მაღაზია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ 10,000 მოსახლეზე ერთი მაღაზია არის, რაც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაც ძალიან კარგი თანაფარდობაა. მეორე, რაც მინდა აღვნიშნო, 50%-ზე მეტი Dunkin' George's ბიზნესისა სასმელებზე მოდის და ძირითადად ეს არის ცხელი და ცივი ყავა. Sales mix is
truly commendable. ასეთი მიდგომა ნიშნავს იმას, რომ ეს არის But it is far better than many countries in აღსანიშნავია არა მხოლოდ ევროპის მასშტაბით, არამედ აზიისა და სამხრეთ ამერიკის თვალსაზრისითაც კი, ამიტომ ვფიქრობ, Dunkin Georgia ზუსტად იმ ადგილას არის, სადაც უნდა იყოს ჯორჯი მეც ისაუბრა იმ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, რაც დანერგილი აქვს Dunkin-ს, Wendy's თუ Subway-ს, ხო, საქართველოს, მთელი საქართველოს მასშტაბით. და ნუ ხო, ამ შემთხვევაში სამივე ბრენდის მომხმარებლები ძირითადად შესაძლოა იყოს Gen Z თაობა, თუმცა არც ხო მილენიალები ვაკლებთ ამ ბრენდის არც მილენიალები ვაკლებთ. არც მილენიალები ვაკლებთ. კი ბატონო. როგორ იღებს აი ამ ტექნოლოგიებს მომხმარებლები? რამდენად მოყვებიან ეს თაობა ამ ტექნოლოგიებში და კიდევ რა მიმართულებით შეიძლება რომ ველოდოთ ახალ ტექნოლოგიურ განვითარებას თქვენს ბრენდში? ჩვენ პრინციპში ვასრულებთ მომხმარებლის დაკვეთას და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის დაკვეთას ამ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე ჩვენს რესტორნებში. ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის არის მომხმარებლის კმაყოფილება. მომხმარებლისგან მოდის პირველ რიგში ეს მოთხოვნა, რომ იყოს ჩვენი კომპანია იყოს ტექნოლოგიური კომპანია, კონდეს ძალიან დახვეწილი და ფუნქციონალური მობილური აპლიკაცია, კონდეს თვითმსახურების კიოსკები რესტორანში და ჩვენ ცხადია ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლის სურვილებს, მათ პრეფერენციებს და მაქსიმალურად თავაზობთ ამ ყველაფერს ჩვენს რესტორნებში. ჩვენ ცხადია ვაგრძელებთ ქსელის განვითარებას, წლის ბოლომდე კიდევ გავხსნით რესტორნებს, სამი ბრენდის მიმართულებით მომდევნო წელსაც გვექნება ახალი რესტორნების გახსნები, ახალი ლოკაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება გეოგრაფიულად ჩვენი რესტორნები. და მე ჯორჯიზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. ჯორჯის აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება სწრაფი კვების ინდუსტრიაში. ის მუშაობდა დუბაიში Inspired ბრენდში, იყო მარკეტინგის დირექტორი თითქმის მთელი მსოფლიოსი გარდა ჩრდილო ამერიკისა, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ფაქტობრივად ექსპერტი არის სწრაფი კვების ინდუსტრიაში და QSR-ში და ჯორჯი ამჟამად ვისოლ ჯგუფის QSR ბრენდების Dunkin-ის, Wendy's და Subway-ის სტრატეგიული მრჩეველი არის მარკეტინგის და საოპერაციო საკითხებში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჯორჯი, რა ჩვენი წარგენა გაიკეთათ გივი, მე მაინტერესებს ამ სამი ბრენდის თქვენი შეფასება ადაპტირების პროცესიდან გამომდინარე. ერთის მხრივ ყველა ბაზარს და თქვენ საქართველოს ბაზრის სპეციფიკაც აღნიშნეთ, აქვს თავისებურებები. მეორეს მხრივ გამოწვევაც არის და ვალდებულებაც, რომ ამ ბრენდებმა შეინარჩუნოს საერთაშორისო სტანდარტები. როგორ ხდება ამის თავსებადობა? Yeah, so fundamentally as Givi also mentioned, როგორც გივი მაგნიშნა, ნამდვილად სამი საერთაშორისო ბრენდი, ძლევამოსილი ბრენდი გვაქვს თავისი არსით, ამიტომ კითხვები არ არის იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა ვიყოთ თუ არა საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში, იქნება ეს ხარისხის თუ სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობაა, რომ ამ სტანდარტებთან თანხვედრაში უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავდროულად ადგილობრივად რელევანტური უნდა ვიყოთ. გლობალურად, როდესაც ვფიქრობთ, ადგილობრივის გათვალისწინების გარეშე ეს წარმოუდგენელია, ლოკალურად ადაპტირებული და ადგილობრივად ადაპტირებული უნდა ვიყოთ. საწყისი წერტილი არის, რა თქმა უნდა, ის რომ მოვუსმინოთ მომხმარებელს, გვესმოდეს მომხმარებლის საჭიროებები და ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ჩვენს პროდუქტებში, სტრატეგიებში და ინოვაციებში ავსახოთ ის თუ რა არის მომხმარებლის საჭიროება. ეს არის ფორმულა, რომელსაც ეფექტურად ვიყენებთ, მაგალითად რომ დაგესახელოთ Dunkin-ის შემთხვევაში გვაქვს ხაჭაპური, რომელიც არის ძალიან კარგი კომბინაცია ცხელ ამერიკანოსთან და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვერსად ვერ ნახავთ სხვაგან ასეთ კომბინაცია შამპურის ხაჭაპური დისტრიბიუტორის ხაჭაპური worldwide. შეიძლება მსოფლიოს მასშტაბითაც გავიტანოთ ეს ხაჭაპური. Subway-ის შემთხვევაში სხვადასხვა პროდუქტი გვაქვს, ბევრი სხვადასხვა პროდუქტი, რომელიც პოპულარული ადგილობრივი შეფის მიერ არის შექმნილი. Wendy's-ის შემთხვევაში გვაქვს სტრატეგია, მაგალითად ბეკონატორის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია, რომ ბურგერების შემთხვევაშიც ეს გავაკეთოთ, თუმცა გლობალური Wendy's-ი შეიძლება იგივე მიდგომას არ იყენებდეს, თუნდაც ბეკონატორის შემთხვევაში და სტრატეგიის ადაპტირება ხდება. წარმატებები დიდი ამბავია და ძალიან მოხარული ვარ, რომ ვისოლის ჯგუფში ვერთით და გახდით მისი ნაწილი და დამრჩეველი ყველა იმ მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებულად ყურადღება მისაქცევია მთელი ამ გუნდის აღმასრულებელი გუნდის მიერ და ამიტომ წარმატებას გისურვებთ და იმედია ხშირად გნახავთ ჩვენთან სტუდიაში. Thank you.
და ბევრი ჯორჯი ვიქნებით. გივი ვილაპარაკა პრინციპში საინტერესო გეგმებზე და მე მგონი წინ გვაქვს ყველაფერი. წინ გვაქვს ყველაფერი, ნამდვილად გელოდები ტანკინის რესტორნებში, ვენდიშ საბოეში, ნებისმიერ დროს. გივი გვეტაძე, ქალბატონებო და ბატონებო, ვენდის ტანკინისა და საბოის აღმასრულებელი დირექტორი, მადლობა ჯორჯი ტომას მობრძანებისთვის. ის ვენდისის, ტანკინის, საბოის სტრატეგიული მრჩეველია საქართველოში. მადლობა ენჯი ჯორჯიას არაჩვეულებრივი თარგმნისთვის. თარგმანს უზრუნველყოფს სათარჯიმნო კომპანია NG Georgia.